საქართველოში ლატვიის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა შეხვედრისას მთავარი აქცენტი სასამართლოს მუშაობის სპეციფიკა, სამომავლო გეგმების გაცნობასა და რამდენიმე დღის წინ აჭარაში ნატოსა და სულ ამის წარმომადგენელთა შეხვედრის მნიშვნელობას ეხებოდა. ელიტა გაველემ ყურადღება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ლატვია საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობებისათვის მზადაა. ლატვიის ელჩმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაც დაათვალიერა. ჩვენი ვიზიტის მიზანი საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობის გაცნობა იყო. ძალიან საინტერესო საუბარი შედგა საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე საქართველოში. დღეს ერთმანეთს გაუზიარეთ ამ კუთხით არსებული გამოცდილება. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შორის ურთიერთობა ასეთივე წარმატებით გაგრძელდება. ჩვენ ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რაც დაკავშირებულია საქართველოში კონსტიტუციურ რეფორმებთან, საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობასთან, ასევე ურთიერთთანამშრომლობაზე, რაც ჩვენ გვაკავშირებს ლატვიელ კოლეგებთან, ლატვიის კონსტიტუციო სასამართლოსთან. იცით, რომ ლატვია ზოგადად დიდი მეგობარია საქართველოს იმ გზაზე, რასაც ქვია ევროკავშირთან და ნატოსთან გაერთიანების საკითხებში, რაც რომ ჩვენი ეს მეგობრული შეხვედრა იყო, კვლავ გვემსჯელა იმ საკითხებზე, თუ როგორ გაგვეგრძელებინა თანამშრომლობა მომავალში და ეს გაგრძელდება უკვე კონკრეტულ ფორმებსაც მიიღებს.